გამარჯობათ ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, აი დღეს პარასკევია და ძალიან მომენატრეთ, იმიტომ რომ ერთი კვირა ჩამივარ და ამის მიზეზს გეტყვით ცოტა მოგვიანებით. და მოხარული ვარ, რომ დღეს 4 საათზე ისევ შევხვდით ერთმანეთს და აუცილებლად უნდა გვისმინოთ რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98 და 5 და კახეთში 102 და 3, ასევე თვალყური უნდა გვადევნოთ ჩვენ Facebook და YouTube არხებზე. ეხლა კი გეტყვით რა მიზეზით ჩაგვივარდა ერთი კვირა გადაცემა, იმიტომ რომ დამემართა ვირუსი, საერთოდ იშვიათად ხვდები ავად, მაგრამ აი მეც გავხდი ავად. მაგრამ მალე გამოვჯამთელდი, იმიტომ რომ მომიწია ბევრი ჩაისმა და ყველამ ვიცით რომ როდესაც გაციებული ვართ და ვირუსი გვაქვს, უნდა მივიღოთ ბევრი ჩაი. და სწორედ დღეს ჩემ გადაცემაში საუბარი გვექნება ერთ-ერთ უნიკალურ ჩაიზე, ანუ წიწიბურას ჩაი, მეც გავოცდი რომ გავიგე. ეს ჩაი არის სობას ბრენდის, შემოტანილია იაპონიიდან და ჩინეთიდან. არის მართლაც რომ უნიკალური თვისებების მქონე და რაც მთავარია, იაპონელები მას უწოდებენ სილამაზის სასმელს. და აუცილებლად თურმე ეს ჩაი უნდა მივირთვათ 40+ გადაცილებულმა ქალბატონებმა. ეხლა თუ რატომ არის ეს ჩაი ესეთი უნიკალური, როგორ გაგვალამაზებს, რატომ უნდა მივირთვათ 40 გადაცილებულმა ქალბატონებმა, მოგვიყვება ბრენდ სობას დამფუძნებელი ამ ჩაის შემომტანი საქართველოში უმშვენიერესი ქალბატონი ნანა კუცუროვა, რომელიც დღეს გადაცემაში მოვიწვიე. გამარჯობა ნანიკო. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა რომ მოწვევისთვის. და ასევე ჩემმა სტუმარმა, უმშვენიერმა სტუმარმა გამაფრთხილა რომ მეთქვა, ძალიან დიდი ხანი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ცოტათი ქართული ენის ბარიერი აქვს, მაგრამ რა ვიცი, მე კი ვერ შევატყვე, მაგრამ მაინც გაგაფრთხილებთ. და ეხლა აბა ნანიკო გისმენთ, მოდი დავიწყოთ იმით, რა არის ეს წიწიბურას ჩაი, რა უნიკალური თვისებები აქვს და მერე მივაყოლოთ თუ როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა, რომ ეს ჩაი საქართველოში შემოგეტანა. პირველ რიგში რატომ ეძახიან სილამაზის სასმელს, ეგ გვაინტერესებს. სილამაზის სასმელს იაპონელები იმიტომ ეძახოდნენ, რომ აქ ბევრი სასარგებლო თვისებები. და დღეს ჩვენს მენელს მინდა გავაცნო ჩვენი წიწიბურას ჩაი სობა. ჩვენ გვაქვს სამი სახეობის გემო. ჩაი, კი, აი აქ გვაქვს წარმოდგენილი სხვადასხვანაირ შეფუთვებში. კი, კლასიკური, დარეჩინით და ჯინჯერი და მანგოთი. მანგოთი. კი ბატონო. მე მინდა აღვნიშნო ეს პროდუქტი არის 100%-ით ნატურალური და არ შეიცავს არანაირ მავნე ნივთიერებას. და მე შენ ესეც მითხარი რომ ეს წიწიბურა არ არის ჩვეულებრივი წიწიბურა. აბა როგორი წიწიბურაა? კი, დიახ, ბევრს ეშლება ეს წიწიბურას ჩაი. ჩვეულებრივ წიწიბურაში, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი წიწიბურა, ეს არის უნიკალური სორტის წიწიბურა, რომელიც შემწვარია და ხარობს მხოლოდ და მხოლოდ იაპონიაში და ჩინეთში. ანუ ამას მერე ხელით წვავენ, კრეფენ და მისგან ამზადებენ ჩაის. ხო, ეხლა ესეც ვთქვათ, რომ რატომ უნდა მივიღოთ ეს ჩაი 40 გადაცილებულმა ქალბატონებმა? ანუ როგორ გაგვალამაზებს? ალბათ ყველას გვაინტერესებს. ჩვენი ჩაი შეიცავს ბევრ სასარგებლო თვისებებს, შეიცავს მაგნიუმს, რუტინს და ცინკს. ამავე დროს ამცირებს ქოლესტერინის დონეს. დიახ, აუმჯობესებს გულის მუშაობის სისტემას. აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეს ხელს უწყობს წონის კონტროლს. წონის კონტროლს კი, ეგ მეც ვნახე, რომ შაქრის შემცველობის ბალანსის ხარჯზე სისხლში, ანუ აბალანსებს შაქარს ეს ჩაი და ამიტომ ვიკლებთ კიდეც წონაში. აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და თმის მდგომარეობას. უიდე და ეს კიდე ბევრი უამრავი კაი თვისებები აქვს ამ ჩვენს სობა ჩაის. ანიკო, ეხლა მაინტერესებს ეს ჩაი რა პრინციპით უნდა დავაყენოთ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი თუ რამე განსაკუთრებული ის უნდა მომზადების მეთოდი? განსაკუთრებული მომზადება არ საჭიროებს. უბრალოდ ერთი ფინჯანში უნდა ჩაყაროთ. თუ ფინჯანში გვინდა, ხო? თუ ფინჯანში გვინდა, კი, ერთი ჩაის კოზი
და მდუღარე წყალი უნდა დავასხათ. და უნდა დაველოდოთ 2-3 წუთი, რომ აი ეს გამოავლინოს თავისი სასარგებლო თვისებები და შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ. და აი თუ ჩაიდანში ვაყენებთ, ცოტა მეტიც უნდა აი 2 ჩაის კვოვზი კი და დავასხათ მდუღარე გავახსოვთ და დავაყენოთ. ანუ ჩვეულებრივი პრინციპით ვაყენებთ ამ უნიკალურ ჩაის. და გემოვნური თვისება როგორი აქვს ნანიკო? გემოვნური აქ ტკბილი, ბუნებრივად ტკბილი სასიამოვნო გემო. დასალევია. კი, და აუცილებლად გავსინჯავ გადაცემის შემდეგ და კიდევ ერთი ყველაზე აღსანიშნავი მომენტია, შენ მითხარი რომ ეს ჩაი არ შეიცავს კოფეინს. არ შეიცავს, კი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ ამ ჩაის, წიწიბურას ჩაის არ შეიცავს კოფეინს, არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს. და შეუძლიათ დალიოთ ანუ აღნიშნავ იმას კი რომ ეს არის სასარგებლო არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც კი, ვინც მიყვება ჯანსაღ სტილის ცხოვრებას. და ანუ რახან კოფეინს არ შეიცავს, ჩვენ შეგვიძლია ეს ძილის წინას მივირთვათ ეს ჩაი და პირიქით თურმე აუმჯობესებს ძილის ხარისხს. კი. ეხა ნანიკო მითხარი, საიდან გაგიჩნდა ეს იდეა, რომ ეს უნიკალური ჩაი, ეს წიწიბურას ჩაი ესე შემოგეტანა საქართველოში? ძალიან საინტერესო კითხვაა და სწორი კითხვაა, იმიტომ რომ მე ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა იაპონიიდან ეს ჩაი, იცოდა რომ არ მიყვარს ყავა. უი რა საოცარია, მე კიდე პირიქით ყავა უფრო მიყვარს, ხო? არ მიყვარს და ჩამომიტანა რომ დამეგემოვნებინა. ხო და როცა გავსინჯე ეს ჩაი, დავინტერესდი, რას შეიცავდა, რა სასარგებლო ქონდა ამ ჩაის და ძალიან მომეწონა. მე როცა ჩემთან გოგოების სტუმრები, მეგობრები რომ მოდიოდნენ, ანუ ყველას გააგემოვნებინე. კი, სულ ყველას და ძალიან მოეწონა და როცა გადმოვედი უკვე საქართველოში საცხოვრებლად, ვიფიქრე, რომ ეს ჩაი ძალიან საინტერესო იქნებოდა ქართულ ბაზარზე. კი, იმიტომ რომ ქართველებს ზოგადად ჩაი ძალიან უყვართ, კი. კი, და ქართველი გოგოები ძალიან უვლიან თავის ხელს და კი. ასე გამიჩნდა სურვილი, რომ საქართველოს ბაზარზე შემომეტანა წიწიბურას ჩაი. როგორც ხედავთ, შეფუთვებია, ესე იგი არის ქილაში, არის ესეთ ქაღალდის პარკებში. და ცოტა მოგვიანებით აი სასაჩუქრე ბოქსაც გაჩვენებთ. რა მაინტერესებს, ნანიკო, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ჩაი? აი ფასები როგორი აქვს? სრულად ხელმისაწვდომია. ანუ ჩვენ გავაკეთეთ ამიტომ უფრო მარტივად და უფრო ხელმისაწვდომად ასეთი შეფუთვები, კი, პარკში შეფუთვა, კი, გრამობითაც უფრო ნაკლებია, მაგრამ ხელმისაწვდომი ფასი არის და გვაქვს კიდე სასაჩუქრე. მოდი გავხსნათ ეს სასაჩუქრე ბოქსი და ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს უფრო მსმენელი ხარ როგორ დაინახავს, მაგრამ ძალიან ლამაზი სასაჩუქრე ბოქსია. ესე იგი, მე როგორც ვიცი, შიგნით დევს სამივე სახეობის ჩაი და 2 ულამაზესი ჭიქა ჩაის. კი. სოფას დაბრენდილი. და ეს სასაჩუქრე ბოქსებიც, ეს ჩაიც, ეგეც უნდა გითხრა, სად შეიძლება რომ შევიძინოთ? ეს ჩაი შეგიძლიათ შეიძინოთ ფრესკოს სუპერმარკეტში ქსელებში მხოლოდ ფრესკოს ქსელებში ჯერჯერობით და ძალიან მალე ვიმედოვნებ რომ შენი მაღაზიაც გაიხსნება ან კუთხე ამ ჩაის. ვაპირებ მაღაზიას ცალკე გახსნას კიდევაც და სხვა ქსელებშიც გვინდა რომ შევიტანოთ და რო შეეძლოთ ყველას მარტივად რო იყიდონ ხელმისაწვდომად და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამ ყიდვასთან ერთად იქვე დაგემოვნების საშუალებაც შეიძლება, იმიტომ რომ ცოტა ეხა მე მაგალითად ეხა ესე ფართე თუ არ გამეცნოდა არ ჩაგვეშალა ეს თემა, შეიძლება ცოტა უნდობლობით შემეხედა ეხა წიწიბურას ჩაისთვის, მაგრამ ნუ ეხა უკვე კარგი იდეა მომეწე. ძალიან კარგია ხო რომ დაგემოვნებისთვის რამე იმას ესე დეგუსტაციასავით მოაწყობთ ცოტას. აუცილებლად მოვაწყობთ, რომ ყველამ დააგემოვნოს და შემდეგ შეეძლოს ყიდვა, შეეძენა.
ნანიკო, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და ესეთი საინტერესო პროდუქტის მოტანისთვის და აუცილებლად კიდევ გეპატიჟებით და გელოდებით ჩვენთან რადიოში. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მინდა გითხრათ. ჩვენი რაც საუბრობ, მინდა გითხრა და არაფერი ესეთი გასაფრთხილებელი არ იყო ეგ თემა. დიდი მადლობა ნათია, რომ მომიწვიეთ ასეთი როლი მომეცით, რომ გამეცნო ჩვენს მსმენელებს ჩვენს ჩაის შესახებ და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით მომავალ პარასკევს.